ბიჭო, აი ტიპი ყველაზე უიღბლო პოეტი იყო, ვინც კი ოდესმე შობილა რა, აი ყველაზე. ანუ ჯერ ხო დედმამა 3 წლის ასაკამდე ორივე მოუკვდა, ანუ 3 წლის ასაკში დედა ბუდიანად იყო ამოწყვეტი, აღარავინ აღარ ყავდა დარჩენილი. და იშვილა ნათლია რა. და ანუ ტიპი ფულს არ უხდიდა სასწავლებელში რომ ესწავლა ნორმალურად. და ანუ ამიტომ დაიწყო თამაში. თამაში რომ დაიწყო, ცხადია რომ ყველაფერი წააგო და ანუ ავეჯს წვავდა, რომ გამთბარიყო ტიპი ზამთარში. საკუთარ სახლში წვავდა ავეჯს, შეშის ფული არ ქონდა. მე სკოლიდან გამოაგდეს, მე უკან რო დაბრუნდა საცოლე დახვდა სხვა კაცზე გათხოვილი, მე წავიდა ჯარში, მე ნათლიან ფული გადაიხადა რომ ამას ანუ ჯარი აერიდებინა და ანუ მე რო ჩამოვიდა ბიძაშვილმა გაძარცვა. ანუ რა მოპარა, ბიძაშვილმა რა მოპარა. მაგრამ ანუ გაძარცვა, მე დაბრუნდა ჯარიდან და ცოლად მოიყვანა თავისი 13 წლის ბიძაშვილი, რომელიც მე 11 წელიწადში გარდაიცვალა. და ტუბერკულიოზით რა და მე ეს თავისი ყოფილი საცოლე ვინც იყო სხვა კაცზე ვინც გათხოვდა 2 წუთის წინ. შეურიგდა და დაინიშნენ და ვერ მოასწრო ტიპმა ცოლის მოყვანა და даже გაზეთზე მუშაობდა მთელი ცხოვრება და პირველი ნომრის გამოსვლამდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა რა. ედგარ ალან პო იყო, ვინც ვერ მიხვდა აქამდე და ამას მისთვის ხელი არ შეუშლია რომ შედევრები შეექმნა და ვაკო ძალიან დავღალე და ვისაც პოეზია გაინტერესებთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და გახსოვდეთ პოეზია უპირველეს ყოვლისა.